მოგესალმებით. თქვენ უყურებთ Dental House-ის პოდკასტს. Dental House-ი სტომატოლოგიური კლინიკა, რომელიც უკვე 20 წელია თქვენი და თქვენი ოჯახის კლინიკაა. მე კი მისი წამყვანი, კლინიკის ხელმძღვანელი, თერაპევტ პაროდონტოლოგი ფიქრია კაკაურძე ვარ. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ თემა პაროდონტოლოგიაზე. ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებს განვიხილავთ პაროდონტოლოგიასთან დაკავშირებით და მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი დღევანდელი ეპიზოდის სტუმარი, კლინიკის თერაპევტ პაროდონტოლოგი ხათუნა ხუციშვილი. მადლობა ხათუნა დღევანდელ პოდკასტში მონაწილეობისთვის. პაროდონტოლოგია ეს არის ძალიან ფართო ცნება. პაროდონტოლოგია არის ყველაზე მნიშვნელოვანი კლინიკის ღერძი, რაზეც ეფუძნება მაღალხარისხიანი სტომატოლოგიური მკურნალობა. რა არის ჩვენი მთავარი მისია, თუ შეიძლება რომ ვისაუბროთ დღევანდელ დღეს ყველაზე რთულ გამოწვევებზე, რომელსაც პაროდონტოლოგი კლინიკას უგვარებს, ესე რომ ვთქვათ, და რა შეუძლია რეალურად პაროდონტოლოგს. რა დარგია პაროდონტოლოგია, რომ დღეს ამაზე ვისაუბროთ. პირველ რიგში მოგესალმებით თქვენს და თქვენს მაყურებელსაც. დიდი მადლობა მოწვევისათვის. ნამდვილად საინტერესო თემა გვაქვს გასაშლელი. პაროდონტოლოგია ეს არის დარგი, რომელიც შეისწავლის კბილის ირგვლივ არსებული რბილი და მაგარი ქსოვილების ჯანმრთელობას, დაავადებებს და სხვადასხვა მდგომარეობებს. თავის მხრივ ექიმი პაროდონტოლოგი ეს არის სტომატოლოგი, რომელიც უზრუნველყოფს ამ ქსოვილების მდგომარეობის შეფასებას, დაავადების დიაგნოსტიკას, მკურნალობას, თუ პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარებას, რომ შემდგომში თავიდან ავიცილოთ ის რთული გართულებები, რასაც შეიძლება ამ ქსოვილების ანთებით პროცესს მოყვეს. ანუ არ არის აუცილებელი, რომ პაციენტი ავადობდეს პაროდონტოლოგიური პრობლემებით და მხოლოდ მას შემდეგ მიმართოს ექიმ პაროდონტოლოგს. როგორც სტანდარტი ესეა, რომ პაროდონტოლოგი ჯანმრთელ ღრძილს ინარჩუნებს მთელი ცხოვრების მანძილზე, ხოლო თუ დაავადებულია ღრძილი, მის მკურნალობის საუკეთესო გამოსავალს ხომ ესეა? რა თქმა უნდა, ასე არის, ყოველთვის უკეთესია, როდესაც პაციენტი პროფილაქტიკური ვიზიტებით მიდის ექიმთან, იქნება ეს სტომატოლოგი თუ სხვა დარგის სპეციალისტი, გამონაკლისი არის პაროდონტოლოგია, ბევრად მარტივი არის პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება და ბევრად მარტივია დაავადების საწყის ეტაპზე მკურნალობა, ვიდრე მისი შორსწარსული ფორმების მკურნალობა. მაგალითად, პაროდონტიტის დაავადებას თუ განვიხილავთ, მისი საწყისი ფორმა ეს არის გინგივიტი, როდესაც ანთებითი პროცესი მხოლოდ ღრძილის ქსოვილებში ფიქსირდება. ეს არის აბსოლუტურად შექცევადი პროცესი, რაც გულისხმობს იმას, რომ ანთების ალაგების შემდგომ არ გვაქვს არანაირი სახის მინუს ქსოვილი და პირისყრუ არის ჯანმრთელი. ხოლო რაც შეეხება უკვე გართულებულ ფორმებს, პაროდონტიტს, რომელსაც თავისი ხარისხები და სტადიები გააჩნია და რაც უფრო რთული ფორმის არის პაროდონტიტი, მით უფრო რთულია პირისყროს მდგომარეობა, შეიძლება მიგვიყვანოს კბილების დაკარგვამდეც, მორყევამდეც, გადანაცვლებამდეც, შესაბამისად, ეს უკვე არის პროცესი, რომელიც შეუქცევადია, თუმცა მართვადია და სწორი მკურნალობის პირობებში და შემდგომ მერე სწორი მონიტორინგის პირობებში შესაძლებელია, რომ შევინარჩუნოთ რაღაცა გარკვეულ მდგომარეობაში, ასე ვთქვათ. თუმცა პაროდონტიტი ეს არის უკვე შეუქცევადი პროცესი, როდესაც გვაქვს მინუს ქსოვილები, გვაქვს ძვლის დანაკარგი, გვაქვს ღრძილის დანაკარგი და გარდა თერაპიული ჩარევისა შეიძლება დაგვჭირდეს ასევე ქირურგიული მანიპულაციების ჩატარება ძვლის შეტანისა და ღრძილის გადანერგვის სახით. ძალიან სწორ ეტაპებს გადის პაროდონტოლოგიური მკურნალობისას პაციენტი ჩვენს კლინიკაში და კიდევ ერთხელ რომ ვთქვათ, გინგივიტით ვინ შეიძლება ავადობდეს, თინეიჯერები, ორსულები, ეს ყველაფერი ჩვენ ყოველდღიურ პრაქტიკაში ესე ხდება, ხომ? პაციენტი მოგმართავს, როდესაც არ იცის, რომ მას გინგივიტი ან პაროდონტიტი აქვს. სამწუხაროდ ეს ღრძილის დაავადებები თავდაპირველად მიმდინარეობს უსიმპტომოდ. შეიძლება პაციენტმა სისხლდენაც შენიშნოს. თუ პაციენტი ყურადღებას არ მიაქცევს, შეიძლება იგი გადაიზარდოს უფრო შორსწასულ რთულ ფორმებში. გინგივიტით ძირითადად ვინ ავადობს ხათუნა?
სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ყველა 6 თვეში ერთხელ პაციენტმა მიმართოს სტომატოლოგს, რომ რიგ შემთხვევაში და საწყის ეტაპზე დაავადება მიმდინარეობს უსიმპტომოთან, იმდენად უმნიშვნელო სიმპტომებით, რომ ამას პაციენტი არ აქცევს ყურადღებას. ხშირად კი გონიოთ ხოლმე პაციენტებს, რომ 6 თვეში ერთხელ ჩანიშნული ვიზიტები, ხო, ეს არის მარკეტინგი და არ უკავშირდება მედიცინას და არ არის პროფილაქტიკა, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის. დათვალიერების პროცესში ექიმი აფასებს როგორც გრძილის მდგომარეობას, ასევე ანთებითი პროცესის გამომწვევი ფაქტორების არსებობას პირისყრუში, აკორექტირებს მავნე ჩვევებს, ასწავლის პირისყრუს ჰიგიენის სწორად მართვას, ურჩევს ინდივიდუალური მოვლის საშუალებებს. გინგივიტი ყველაზე ხშირად უფრო დამახასიათებელი არის ხოლმე პუბერტატული ასაკის პაციენტებისათვის, რომლებსაც ისედაც ჰორმონალური ცვლილებები აქვთ ორგანიზმში, გარდა ამისა, ცოტა უფრო მეტად ეზარებათ ხოლმე ინდივიდუალური ჰიგიენის დაცვა. და თუ ამას ემატება ბრეკეტებით მკურნალობა მით უმეტეს თუ ამას ემატება ბრეკეტებით მკურნალობა მით უმეტეს უფრო რთულდება, იმიტომ რომ პირისყრუში ჩდება ნადების რეტენციისათვის ახალი უბნები. ხელსაყრელი უბნები. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც ის რომ პაციენტმა იცოდეს როგორ მოუაროს პირისყრუს, რა საშუალებები გამოიყენოს იმისათვის, რომ კბილების გამოხეხვას იყოს სრულფასოვანი პროცესი და არა მხოლოდ რაღაცა მექანიკური პროცესი, რომ იცი რომ დღეს დილით უნდა გავიღვიძო და კბილები გამოვიხე, ხო? ძირითადად ჩვენ პაციენტებს, როდესაც პაროდონტოლოგი უწმინდავს და ჩვენ კლინიკაში სტანდარტია მხოლოდ პაროდონტოლოგიური წმენდა უნდა ჩატარდეს ექიმი პაროდონტოლოგის მიერ, ძირითადად პაციენტები ამბობენ, რომ ცხოვრებაში არასდროს არც ერთ ექიმს რამდენი წმენდაც არ მაქვს ჩატარებული, ესე დეტალურად არასდროს არ აუხსნია ჩემთვის. სწორედ ეს გვაფიქრებინებს ექიმ პაროდონტოლოგებს ჩვენ მთავარ მნიშვნელობას და როდესაც განმეორებით ვიზიტებზე ბრუნდებიან პაციენტები, მართლაც რომ საგრძნობლად არის მათი პირისყრუს ჰიგიენა გაუმჯობესებული. ის არ არის მხოლოდ ექიმა პაროდონტოლოგმა გაწმინდა, სწორი რეკომენდაციები მისცა, ჩვენ გუნდურად თანამშრომლობთ ექიმი და პაციენტი და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მე ვფიქრობ, რომ 50-50-ზე პრინციპი მე პაციენტებს ვეუბნები ხოლმე, რომ 90%-ს დღეს მე გავაკეთებ და სახში რომ წაბრძანდებით, ხვალიდან თქვენ გააკეთეთ 90%. ეს არის გახეხვის დრო, ჯაგრულის გამოყენება, ჰიგიენის სწორი მართვა, კბილის პასტის შემადგენლობა, სავლების გამოყენება და არა მეზობლის ან ნათესავის დანიშნული რჩევებით, მკურნალობის ბოლომდე შედეგიანი მიყვანა, ხო? და აი რომ განვიხილოთ ექიმი პაროდონტოლოგის და თერაპევტის შედარება ცოტა შეიძლება არაკორექტული იყოს, მაგრამ მაინც რა შეიძლება რომ ექიმ თერაპევტს გამორჩეს ყურადღების მიღმა, თუმცა გულით გაწმინდოს, აი ამ ეტაპებს როგორ გადის პაციენტი, რა თქმა უნდა პაციენტი ამ ყველაფერს ვერ ხვდება, თუმცა შედეგი შეიძლება არ მიიღოს ისეთი კეთილსაიმედო, როგორც ჩვენ გვინდა, ხო? ეგ კითხვა სხვათაშორის პაციენტებსაც უჩნდებათ ხოლმე, იმიტომ რომ მჭირდება ექიმი პაროდონტოლოგი. მჭირდება ექიმი პაროდონტოლოგი, მე უკვე წლებია რომ ვიწმენთ კბილებს, რა უნდა გამიკეთოს ისეთი განსაკუთრებული, რასაც არ მიკეთებს ჩემი თერაპევტი. აქ არის განსხვავება იმაში, რომ პირისყრუში არსებობს სხვადასხვა სახის ქვები და სხვადასხვა ლოკალიზაციის ქვები, რომელიც ყოველთვის ხილული არ არის. იმისათვის, რომ დაინახო პრობლემა, გჭირდება შესაბამისი განათლება, შესაბამისი ტაქტილური შეგრძნებები და დიაგნოსტირების შესაბამისი მეთოდების ცოდნა. ეს არის ზუსტად განსხვავება თერაპევტსა და პაროდონტოლოგს შორის, იმიტომ რომ ერთი შეხედვით შეიძლება ვიზუალურად პირისყრუში თითქოს და პრობლემა არა ჩანდეს, თითქოს და ვარდისფერი იყოს ღრძილი და ნადებიც თითქოს გრძილზე და მიდამოშია, მაგრამ ზონდირების პროცესში, რომელიც აუცილებლად ტარდება დიაგნოსტიკის ეტაპზე და წმენდის პროცედურა არ შეიძლება ჩატარდეს ზონდირების გარეშე, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც უნდა იცოდეს
პაციენტმა, რომ მისი რძილის მდგომარეობა ფასდება ყველა წერტილში. დიახ, შეიძლება აღმოვაჩინოთ ისეთი ღრმა ჯიბები, რომ ჩვენ თვითონაც გაგვიკვირდეს. ხო, ამის აღმოჩენა შეუძლია მხოლოდ ექიმ პაროდონტოლოგს, იმიტომ რომ მან იცის, რას უნდა მიაქციოს ყურადღება, როგორი უნდა იყოს რძილის სტრუქტურა, როგორი შეფერილობის უნდა იყოს რძილი, ზონდი როგორ უნდა მოათავსოს თუნდაც ჯიბეში, რომ სწორი სიღრმე განსაზღვროს. წმენდა როგორ ჩატარდეს. სწორი წმენდა, ეგეც მნიშვნელოვანი ფაქტორი არის, იმიტომ რომ მე მაგალითად წმენდის პროცესში მუდმივად უსმენ ჩემს ინსტრუმენტს. რა ხმას გამოსცემს, ანუ მიუდგომელ ზონებში როგორც კი ხმა შეეცვალა, უკვე ვიცი რომ მე იქ არასწორი კუთხით ვარ შესული და ვუცვლი მიმართულებას. ბევრი ნიუანსია, თითქოს ერთი შეხედვით ძალიან მარტივი პროცედურაა და გამიგია კიდევაც პაციენტებს რომ თქვას წმენდას რა უნდა, მაგას ყველა აკეთებს, მაგრამ ყველა არ აკეთებს სრულფასოვან წმენდას. ვერ, ხო, აი ეგ მინდოდა მე თქვა რომ იმიტომ კი არა რომ არ უნდა ან ეზარება. ეს საჭიროებს შესაბამის ცოდნას, კი ბატონო, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა მიმართულება ჩვენ სფეროში. ჩვენ ერთი სკოლა გვაქვს გავლილი პაროდონტოლოგიის და მე მახსენდება, რომ ვიყავი დაახლოებით 16-15 წლის ექიმი და მეგონა რომ წმენდას ძალიან სწორად ვატარებდი, პაციენტსაც სწორ დანიშნულებას ვაძლევდი, ყველანაირად ზეთუყვებოდით, ასე რა ვთქვათ, მაგრამ აღმოჩნდა ზუსტად ის, რაზეც შენ ისაუბრე და ეს ნამდვილად არ არის საწყენი, დღეს ყველა შეუძლია ეს განათლება მიიღოს. ჩვენ ქვეყანაში მაგის ფუფუნება უკვე გვაქვს და ეს ნამდვილად ცვლის ექიმის ხედვას და პაციენტის ჯანმრთელობას აუმჯობესებს. ჩვენი მთავარი მიზანიც ზუსტად ეგ არის, რომ ჩვენ დღეს პაციენტს მივცეთ ის შედეგი, რასაც ის ვერც წარმოიდგენდა მის გაუმჯობესების მიზნით. ვერც წაბოდიში რომ გაწყვეტნებთ, ვერც წარმოუდგენიათ ხოლმე რომ აინო რომ მეკითხებიან რომ რა სახის მკურნალობა უნდა ჩავიტარო და რომ ვეუბნები რომ ჩვენი მთავარი მიზანია რომ ღრმა და სრულფასოვანი წმენდა უნდა ჩავატარო და მხოლოდ ეს მეყოფა, მხოლოდ ეს არის, არა და ზუსტად ეს არის ის, რაც გვაძლევს შედეგს. ძალიან ისეთ თემას შეეხება. ისევ მოდის პაციენტი, რომელიც უკვე წლებია იტანჯება არასესია მონოსუნით, ის ხდენით, თუმცა ატყობ რომ პაციენტი ყოველთვის მოწესრიგებულია დადის ექიმთან სწორ ვიზიტებზე, ან რასაც გიყვება გიხსნის, რომ ხშირად დადის მის ექიმთან. მაგრამ როდესაც ჩავეძიებით ანამნეზს შევაგროვებთ, აღმოჩნდება რომ შეიძლება მალამოებით მკურნალობდეს, შეიძლება ანტიბიოტიკოთერაპია ნემსებს იკეთებდეს, წურბელებს ისვავდეს, ვექტორით მკურნალობდეს. ეს რა თქმა უნდა უკვე მოძველებული მეთოდებია დაახლოებით 20-25 წელია ნორმალურ ქვეყნებში, განვითარებულ ქვეყნებში აღარ გამოიყენება, თუმცა ალბათ კიდევ ხვდები. მე ხვდები ყოველდღიურ პრაქტიკაში პაციენტებს სამწუხაროდ ხვდები, მაგრამ საბედნიეროდ ბევრი აღარ არის. ბევრი აღარ არის. ანუ ჩვენი პაროდონტოლოგიური მიდგომით პაციენტების გაჯანსაღება ცნობიერების დონეზე იწყება და ნამდვილად ამაღლდა ცნობიერება, ნამდვილად განვითარდა პაროდონტოლოგია საქართველოში და ნამდვილად აღარ ჩამოვუვარდებით, ასე ვთქვათ, უკვე მსოფლიოს სხვა პაროდონტოლოგების დონეს. თუმცა მაინც არის შემორჩენილი ეს რაღაცა ძველი მეთოდებით მკურნალობა და სწორედ ეს შედეგი. რა თქმა უნდა, რომ არ აქვს შედეგი. რამდენი ხანი აქვს შედეგი? აი, რატო გონიათ, რომ 10 დღე რომ მალამოებს შეისელენ, მას მართლაც შეიყვანეს და უმკურნალეს და დროებით მქონდა შედეგი. ყველა ამბობს, ვექტორით მკურნალობის შემდეგ მქონდა შედეგი. ხო, ნუ ეხლა რატომ გონიათ პაციენტი როგორც წესი ექიმთან როცა მიდის, მას ამ ექიმის ნდობა აქვს და შესაბამისად იმ ინფორმაციას, რასაც ექიმი აწვდის, თulis რომ საიმედოა, ნამდვილია და ასეც უნდა იყოს. მეორე მომენტია, თვითონ ექიმი რატო აკეთებს ამას? აკეთებს იმიტომ რომ არ იცის. არ იცის მთავარი მექანიზმი რა არის, რძილის დაავადებების გამომწვევი მექანიზმი რა არის, ხო? ძირითადი ფაქტორი ეს არის
არის ბიოაპკის არსებობა და ქვისა და ნადების არსებობა. ბიოაპკი ეს არის ბაქტერიების კოლონიები, რომლებიც 100-ჯერ უფრო რეზისტენტულები არიან ანტიბიოტიკების მიმართ, ვიდრე ცალკეული ბაქტერიები. როგორ უნდა იმოქმედოს ადგილობრივად გაკეთებულმა ანტიბიოტიკმა, ან უბრალოდ რაღაცა მალამოს მოთავსებამ ამ ბიოაპკზე. სანამ ბიოაპკი არ დაიშლება. კი ბატონო, მისი დაშლა ხდება მხოლოდ მექანიკური გზით და ნუ გარდა ამისა არსებობს ასევე პრეპარატები, რომლებიც ამ ბიოაპკის გამოშრობას და დაშლას იწვევს, რომელიც გვეხმარება ამაში. ასე რომ მე ვიტყვი, რომ ანტიბიოტიკები არა, ზოგადადაც მსოფლიოში უკვე ცოტა სახიფათო ტენდენცია არის ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის ფაქტორის გაჩენის თვალსაზრისით და ასე უნებურად ანტიბიოტიკების გამოყენებამ კი ბატონო შეიძლება მიგვიყვანოს საბოლოო ჯამში ისეთ ცუდ შედეგებამდეც, რომ მართლა როცა დაჭირდება ადამიანს ანტიბიოტიკი და როცა სიკვდილსიცოცხლის საქმე იდგება დღის წესრიგში, შეიძლება ანტიბიოტიკმა უბრალოდ აღარ იმოქმედოს, იმიტომ რომ ორგანიზმის მიმართ რეზისტენტობა აქვს გამომუშავებული. მაგრამ აქვე იმასაც აღვნიშნავ, რომ ასეც არ არის, რომ საერთოდ არ ვიყენებთ ანტიბიოტიკებს. არსებობს რაღაცა გარკვეული კლინიკური შემთხვევები, სადაც ჩვენც გამოვიყენებთ ანტიბიოტიკებს, მაგალითად, როდესაც პაროდონტოლოგიური აბსცესები, ამ შემთხვევაში კი ბატონო, ამ შემთხვევაში საჭირო და ეფექტურია მისი გამოყენება და აუცილებელია. სხვა დანარჩენ შემთხვევებში გრძილის დაავადების მკურნალობები ანტიბიოტიკებს არ საჭიროებს და შევთანხმდეთ, რომ უბრალოდ წმინდავთ. უბრალოდ წმენთ, ასე ჩანს, მაგრამ სინამდვილეში გადწმენთ, ღრმად ვწმენთ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია კიდე მიღებული შედეგის შენარჩუნებისათვის ინსტრუქტაჟს უტარებთ პაციენტს, როგორ უნდა მოიქცეს შემდგომ პერიოდში. კი ვკვირთ ხოლმე პაციენტებს, განსაკუთრებით ცოტა ასაკოვანი პაციენტი თუ მოდის, წმენდა უნდა მასწავლო, აბა ამდენი წელი მეკვლელებს არ ვიხერხავდი, ესეთი რეაქცია აქვთ ხოლმე და ნუ მანდ მე ვეუბნები, რომ ნახეთ მედიცინა ხო ისეთი დარგია, რომელიც მუდმივად ვითარდება, მუდმივად რაღაცა სიახლეებია ხო, ტარდება ცდები იმასთან დაკავშირებით რა არის უფრო ეფექტური. აი დღესდღეობით ასია და ეს არის ეფექტური 10 წლის და 20 წლის მერე რა იქნება, არავინ არ იცის რა და ინდივიდუალური საშუალებების შერჩევა და ის თუ როგორ ასრულებს ამას პაციენტი ძალიან მნიშვნელოვანია. ხშირად იმიტომ რომ პაციენტმა საკუთარი როლი დაინახოს, აი როდესაც მოსულა კონსულტაციაზე და ვთქვათ აქვს გინგივიტი, რომელიც გამოწვეული არის ამ ბიოაპკის არსებობით, ხო? და მისვამს დიაგნოზი, ამიხსნია, როგორ უნდა გამოიხეხოს სწორად კბილები, მიმიცია დანიშნულება, გამიშვია სახში და მithქვამს დაიწყე დღეს ასე კბილების გამოხეხვა. მაგალითად, ერთ კვირაში მოდი პროცედურაზე და მითხარი რა შეიცვალა შენთვის. ანუ თან ვეუბნები, რომ მე ამას ვაკეთებ, იმიტომ რომ მინდა შენი როლი დაინახო ამ ყველაფერში, იმიტომ რომ მე ჩემის მხრივ გავაკეთებ ყველაფერსაც ჩემზე დამოკიდებულია, მაგრამ ნებისმიერ რამე სჭირდება სწორი მოვლა, ხო და შენარჩუნება და ეს სწორი მოვლა სწორად სწორ გამოხეხვაში მდგომარეობს და საერთაშორისო რომ მოდიან ხოლმე მერე გაკვირვებას ვერ მალავე, ხო? მართლა ჯერათ ჩვენი მაგდროს, ხო? მერე უკვე ხვდებიან, რომ სინამდვილეს ვიძახით და რაღაცა ესეთი ჩვენი კაპრიზი არ არის ნამდვილად და რეალურად რო შევეხოთ ინდივიდუალური ჰიგიენის საშუალებების ჩამონათვალი არც ისეთი დიდია, თუმცა პაციენტებს თავიდან, როდესაც უხსნით, დაახლოებით 15 წუთი გვჭირდება მინიმუმ გააჩნია პაციენტს რა მდგომარეობით მოდის, მე პირადად ყოველთვის 15 წუთი მაგაზე აუცილებლად უნდა გამოვყოთ, რადგან პაციენტს უხსნით არა იმას, რომ არასწორად აკეთებს, არამედ უკეთესად შეიძლება რომ გააკეთოს. ვსაუბრობთ პირის ღრუს ინდივიდუალური ჰიგიენის რამოდენიმე სახეობაზე, მაგრამ ხეხვის ტაქტიკა, დრო, რომელ ზედაპირიდან უნდა დაიწყოს, რა საშუალებები უნდა გამოიყენოს. აი ეს რა საშუალებებია კონკრეტულად ჰიგიენისთვის? მნიშვნელოვანი საკითხია ეგეც და კარგია რომ გავშლით ამ საკითხსაც. კი ბატონო, იმიტომ რომ პაციენტებს ყოველთვის გონიათ ალბათ დამეთანხმება ყველა კოლეგა
და თვითონ პაციენტებიც, რომ ინფორმაციის მოწოდება არ ხდება ჩვენთან საბავშვო ბაღებში, სკოლამდელ დაწესებულებებში და სკოლებში. სწორედ ეს განაპირობებს პროფილაქტიკის დაბალ დონეს. თუ პროფილაქტიკა კარგ დონეზე იქნება სახელმწიფოში, ჩემი აზრით, ესეთი დაავადებები ნაკლებად გვექნება და პაციენტების მომართვიანობა უკვე პაროდონტიტიც ნაკლები გვექნება. იმიტომ რომ თუ ბავშვი 2-3 წლიდან უკვე ინტენსიურად იხეხავს სწორად ექიმის ზედამხედველობით და უკვე მშობლის ზედამხედველობით, მე ვფიქრობ, რომ მას ისეთი უნარჩვევები შეიძლება ჩამოუყალიბდეს, რომ მთელი ცხოვრება გაყვება, ხო? და ჩვენ ამის ახსნა გვიწევს დასრულებთან. აი რას უხსნით? სხვათაშორის ამას წინათ მკითხავ ერთ-ერთმა პაციენტმა, რომელსაც საუხმცენი სწორად გამოხეხვა, შენ ვინ გასწავლაო? მე თავის დროზე მე სტომატოლოგმა მასწავლა, მე ეს მეთოდი ვისწავლე მაშინ, როდესაც პაროდონტოლოგიის შესწავლა დავიწყე და ძალიან გაკვირვებული იყო, შენ ვინ გასწავლა ეს ყველაფერი და ძალიან მე ვაღიარებ, რომ მეც არ ვიცოდი, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანი ვიყავი ექიმი, მეც არ ვიცოდი სწორი სტრატეგია როგორ იყო. კი ბატონო, იმიტომ რომ ჩვენთვის ყველასთვის ცნობილი იყო, ხა წინა უკანა მიმართულებით გამოხეხვა, რომ აგრესიული მეთოდი იყო ეს ყველაზე მეტად და ფილმებში პოპულარიზაცია აქედან ხდება, ასე ვთქვათ, არასწორი გამოხეხვის, ეგ კი ყოველთვის ვიცოდით, მაგრამ ის რომ ორმხრივი მოძრაობები არ უნდა განგვეხორციელებინა, ეს არ ვიცოდით და ძალიან ბედნიერები და კმაყოფილები ვიხეხავდით კბილოს წლების განმავლობაში ასე, მაგრამ ბოლო ცდებმა აჩვენა, რომ არ ყოფილა ესე მარტივად საქმე, შესაძლებელია თავიდან ბოლომდე ჩვენი უნარჩვევები დაწყებული ჯაგრისის შერჩევიდან, ჯაგრისის ზომას, ფორმას, ჯაგრულების რაოდენობას ყველაფერს მნიშვნელობა აქვს. ეს ფერი ჯაგრისი მომწონს და ეს ბრენდი ფასიც ხომ არ განსაზღვრავს, ეს ძალიან ხშირად აინტერესებთ ხოლმე პაციენტებს, მე ყველაზე ძვირიანს ყიდულობდი და როგორ ცუდია? ფასი სამწუხაროდ ყოველთვის ხარისხს არ ნიშნავს. ამის სამწუხაროდ ესია. პაციენტმა უნდა იცოდეს ძირითადი პრინციპები, რას დააკვირდეს ჯაგრისის შერჩევის დროს და ეს ჯაგრისი მერე იქნება 10 ლარიანი თუ გაპიარებული 30 ლარიანი, ეს უკვე მისი არჩევანია, მას რამდენის გადახდა ურჩევნია ამ ჯაგრისში, მაგრამ ძირითადი პრინციპი, რა უნდა გაითვალისწინოს ჯაგრისის შერჩევის დროს, ეს უნდა იცოდეს და ეს ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ ჩვენ მათ. მნიშვნელოვანია, რომ ჯაგრისის თავის ზომა შეესაბამებოდეს პაციენტის პირისყრუს ზომას. ანუ თავი არ უნდა იყოს არც ძალიან დიდი, არც ძალიან პატარა, რომ კომფორტულად მოთავსდეს ყველა ზონაში. ასევე მნიშვნელოვანი არის ჯაგრისის სიხისტე. კვლევებმა აჩვენა, რომ საშუალო სიხისტე არის ის ოპტიმალური სიხისტე, რომელიც საშუალებას გვაძლევს მაქსიმალურ ჰიგიენასაც მივაღწიოთ და არც დავაზიანოთ კბილის ქსოვილი და ღრძილის ქსოვილი. რაც უფრო მაგარია ჯაგრისი, ესე გონიათ ძირითადად პაციენტებს მით უფრო უკეთესად ეხეხებათ. და რაც უფრო ძალიან აწვევი. თუმცა შეიძლება მოგმართოს პაციენტმა ამ ჯაგრისით მიღებული უკვე დაზიანებები, ეროზიები, განუვითარდეს იმის გამო, რომ უხეშად იხეხავდა არასწორი ჯაგრისი. როგორც არ გამოხეხვა გვაძლევს ცუდ შედეგს, ასევე ზედმეტი გამოხეხვაც კი ბატონო ცუდ შედეგამდე მივყავართ მასაც. გავაგრძელებ ჯაგრისებთან დაკავშირებით ხო საუბარს, რომ მაინც აქედანაც რომ მიიღონ პაციენტებმა ინფორმაცია და გაითვალისწინონ სამომავლოდ რაოდენობასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჯაგრულების რაოდენობა, რაც უფრო მეტია, მით უკეთესია, თუ ერთ სიბრტყეზე მოჭრილი იქნება, უფრო უკეთესია, იმიტომ რომ მაქსიმალური ნადების მოცვის საშუალებას გვაძლევს და ასევე უნდა იცოდეს პაციენტმა, რომ მხოლოდ დიდი ჯაგრისი არ არის საკმარისი. გვჭირდება ასევე დამხმარე საშუალებები, თუმცა მე არ ვიტყოდი, რომ ეს არის დამხმარე საშუალებები პირიქით. ეს არის ის მნიშვნელოვანი ელემენტები, რაც ზუსტად განსაზღვრავს მაქსიმალური ჰიგიენის მიღწევადობას, ხო? ანუ ისინი პასუხისმგებელი არიან ისეთი ზონების დასუფთავებაზე, რაც დიდი ჯაგრისისათვის მიუწვდომელია, გულისხმობ კვლთაშორის სივრცეებს და შესაბამისად, რასაც ჩვენ ვერ ვასუფთავებთ, იქ ბაქტერიები ძალიან კომფორტულად და ბედნიერად გრძნობენ თავს და ანთების პირველადი ნიშნები ზუსტად რომ იმ ზონიდან ჩდება კარიესიც, კი ბატონო, ზუსტად გვეუბნებიან დღევანდელ მედიცინაში, რომ 60% შეუძლია ჩვეულებრივი ჯაგრის ნადების მოშორება, დანარჩენი 40% დამოკიდებულია
მიღებულია კბილთა შორის ჩაგვრისზე. რაც ნიშნავს იმას, რომ თითქმის 50-50-ია და როდესაც ჩვენ აბაზანას ვტოვებთ მხოლოდ ჯაგრისით გახეხილი პირისყრუთი, უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენ სანახევროდ გვაქვს კბილები გახეხილი, მიუხედავად იმისა, რომ 2 წუთი ვიხეხავთ, 3 წუთი ვიხეხავთ, თუ 1 წუთი ვიხეხავთ. ძირითადად კვლევები მაგასაც გვეუბნებიან, რომ პაციენტების უმრავლესობა 20 წამიდან 1 წუთამდე იდეალურ ვარიანტში ანდომებენ პირისყრუს ჰიგიენას. განსაკუთრებით დილით ამბობენ, რომ ეჩქარებათ სამსახურში და ძილის წინ ამბობენ, რომ ეძინებათ. ხო, დილით იმასაც იძახიან, ხამე ხო გამოვიხეხე დილით რაღაც მინდა. მით უმეტეს, ხო. შესაბამისად, ანუ ნადები რო წარმოვიდგინოთ სრულფასოვნად, ყოველ 12 საათში ერთხელ რომელიც წარმოიქმნება, ჩვენ თუ არ მოვაშორეთ სრულფასოვნად 100%-ით ვერ გავასტერილებთ პირისყრუს, იმიტომ რომ ცოცხალი ბაქტერიები გვაქვს. მაგრამ თუ ისიც 50% ვიხეხავთ და ღამეც ჩავაგდეთ ჰიგიენა, ფაქტიურად არ გვაპატიებს ჩვენი პირისყრო ამდენ შეცდომას. სადღაც აუცილებლად გამოვლინდება ეს შედეგები, ხო? კი, ანუ ეგ ცნობილი ფაქტია, რომ 4 დღე არასაკმარისი გამოხეხვა, განა საერთოდ არ გამოხეხვა, არამედ არასაკმარისი გამოხეხვა და ყველა საშუალების არ გამოყენება და კი ბატონო, ანთების პირველადი ნიშნები უკვე ჩნდება ჩვენს პირისყროში, ანუ კომპენსატორული მექანიზმები ძალიან დიდხანსაც არ მოქმედებენ, ასე ვთქვათ, ხო? ალბათ საბედნიეროდ, იმიტომ რომ უფრო დიდ ცუდ შედეგებზე გაგვიყვანდა ეს ყველაფერი, რომ უფრო დიდი დოზით ნადები დაგროვდებოდა პირისყროში. ხო, ადამიანს მაინც აშინებს სისხლის გაჩენის ფაქტორი, უსიამოვნო სუნის წამოსვლის ფაქტორი და ნაკლებად წუხდებიან ხოლმე, რომ სადღაც მაგალითად მეშვიდე კბილის დისტალურ ნაწილზე რაღაცა ნადები აქვს, იმიტომ რომ მას ის ვერ ხედავს და ვერ შეიგრძნობს. ხო და ალბათ ეს კომპენსატორული მექანიზმები კარგად, ანუ ხანმოკლე მოქმედების რომ არ იყვნენ, ნადების რაოდენობაც გაცილებით დიდი დაგროვდებოდა და შესაბამისად ქსოვილების დესტრუქციის ხარისხიც უფრო მაღალი იქნებოდა. ფტორიან კბილის პასტაზეც მინდა გკითხოთ, რომ ესეც ამომწურავად იცოდნენ პაციენტებმა ფტორის რეალური საჭიროება როგორ უდგას პაციენტს დასულს. ეგეც საკმაოდ ხშირი კითხვა არის ხოლმე და რატომღაც სამწუხაროდ გონიათ, რომ უფთორო კბილის პასტა ძალიან კარგია და ძალიან ამაყად მეუბნებიან ხოლმე, რომ ჩემს კბილის პასტაში ფთორი არ არის. რომ ვეკითხები რატომ? აი მანდ ნერვიულობთ უკვე. რომ ვეკითხები რატომ? სამწუხაროდ პასუხობენ ხოლმე, რომ ექიმმა ასე შემირჩია და ასე მირჩია. ეს ექიმი რო ყოფილიყო პაროდონტოლოგი, ასე არ რჩევდა, იმიტომ რომ ნებისმიერმა პაროდონტოლოგმა იცის, რომ ფთორი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც უნდა შედიოდეს კბილის პასტის შემადგენლობაში. იგი ხასიათდება მარემინერალიზებელი თვისებებით, კარიესის საწინააღმდეგო მოქმედებით, ანტიბაქტერიული მოქმედებით, ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით, ანუ ახასიათებს ყველა ის ნამდვილად, ანუ ყველა ის მახასიათებელი აქვს, რაც მნიშვნელოვანი არის პირისყრუს ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის და მისი არ გამოყენება შეიძლება ითქვას, რომ დანაშაულიც არის. აქვე აღნიშნავ, რომ იცოდნენ მაინც პაციენტებმაც, რომ ფტორის ოპტიმალური დოზა, რაც უნდა იყოს კბილის პასტის შემადგენლობაში, ეს არის 1450 ppm და ნებისმიერი კბილის პასტის შემადგენლობა, სადაც წერია, იქ მითითებული არის ხოლმე ეს ფტორის კონცენტრაცია და სასურველია, რომ გადაამოწმონ და ნახონ შედის თუ არა მათი კბილის პასტის შემადგენლობაში ფთორი. სხვათა შორის ეს ის კითხვა, რომელიც ძირითადად პაციენტებმა არ იციან. და როდესაც ვაჩვენებთ ჩვენ კბილის პასტის შეფუთვაზე, სად წერია ფტორი, რას უნდა დააკვირდეს, აბრაზიულობის ნიშანი ან აბრაზიულობის რაოდენობა, თუნდაც მათეთრებელი კბილის პასტები ყველაზე ხშირად მოხმარებადია დღეს პაციენტებში, თუმცა ყველაზე ნაკლები შედეგი აქვს, ხო, მათეთრებელ კბილის პასტას. მაგის გარდა აქვს კიდე შეიძლება დამაზიანებელი ეფექტიც მიიღოს პაციენტმა მათეთრებელი კბილის პასტით. და ეს ინფორმაცია ჩვენგან პირველად მისდით ხოლმე პაციენტებს და მას შემდეგ, როდესაც ვიზიტი დასრულდება, ყოველთვის იციან, რომ ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ ფინანსური ღირებულების მქონე კბილის პასტაში შეიძლება აღმოაჩინონ კბილის პასტის შემადგენლობაში ფტორი და ზუსტად ეს არის შეუდარებელი, რომ ექიმის ინსტრუქტაჟს მიღებოდეს პაციენტი ზუსტად.
მე მგონი ინდივიდუალურ ჰიგიენას ჩვენ ვერ ამოვწურავთ. შევეხეთ ჯაგრისებს, ჯაგრულებს, კბილის პასტაში ფტორის არსებობას, არის დამხმარე საშუალება ირიგატორი, რომელიც მარტივია უფრო პაციენტისთვის გამოსაყენებლად, განსაკუთრებით ორთოპედიული, ორთოდონტიული კონსტრუქციები, ვისაც აქვთ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა სწორი რეჟიმით გამოიყენოს და ექიმის ზედამხედველობის ქვეშ, თუნდაც საწყის ეტაპზე, იმიტომ რომ ყველა პაციენტისთვის ირიგატორი საწყის ეტაპზე შეიძლება არ იყოს რეკომენდირებული და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხცილის გაჯანსაღებას მივიღებთ, მერე დავნიშნოთ ირიგატორი. ასევე არის ქვიშის საათის მნიშვნელობა, ან მე საყვარელ მუსიკის ჩართვას ურჩევ ხოლმე პაციენტებს, რომ უფრო სახალისო აღმოჩნდეს მათთვის პირისყრუს ჰიგიენა და ერთი სიმღერა რომ მორჩება, მაგ დროს დაასრულე ხოლმე მეთქი რო ვეუბნები, თავიდან ძალიან უკვირთ ხოლმე. პაროდონტოლოგის როლზე ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული ჯანმრთელი პაციენტის მიღებაზე, როგორც საწყის ეტაპზე ვთქვით ჩვენ საუბრის დასაწყისში. თუმცა ორთოპედი, ორთოდონტი ყველა პაროდონტოლოგს შეყურებს, ხო? რა სიტყვის პაროდონტოლოგი? რეალურად როგორ შეაფასებს ხრძილის მდგომარეობას? არის თუ არა ესა თუ ის პაციენტი ხელოვნური კონსტრუქციებისთვის, იმპლანტებისთვის მზად და თუ არ არის მზად, ყველა ეტაპს გავდივართ, რომ გავაჯანსაღოთ პაციენტის პირისყრუს მდგომარეობა, ხო? მულტიდისციპლინური მიდგომა ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია. არის კიდე რამე ასპექტი, რაც უნდა გაითვალისწინონ მომავალმა კოლეგებმა, რომ არ გამოეპაროთ ეს ფაქტორები. ზოგადად მულტიდისციპლინური მიდგომა ნებისმიერი დაავადების მკურნალობის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია და პაციენტებს არასწორი გონიათ, ხომ? თუ იმპლანტს ვისმევ და თუ პირისყრუში კბილები ძალიან ცოტა მაქვს დარჩენილი, რაღაც მინდა პაროდონტოლოგი არის ხო ეს? არის ხოლმე ეგ კითხვაც, რომ სულ 3 კბილი მაქვს და რაღაცში მინდა პაროდონტოლოგი. ზუსტად 3 კბილი გჭირდება, რომ ზუსტად ეს 3 კბილი გჭირდება, რომ თუნდაც იმ კონსტრუქციას ფიქსაციისათვის მეტი საშუალება გქონდეს. ბუნებრივი ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანი და უფრო კარგია, რომ ჩვენს პირისყრუში რაც უფრო მეტი იქნება ჩვენი კბილები და რაც უფრო დიდხანს იქნება, მით უფრო მნიშვნელოვანია. ჩვენ ზოგადად ყველანი ერთმანეთზე დამოკიდებული ვართ, ნებისმიერი ჯაჭვურად ვართ ერთმანეთზე დაკავშირებულები, ისე როგორც პაროდონტოლოგი ვერ დადებს საბოლოო სრულყოფილ შედეგს სხვა პროფილის ექიმების გარეშე, ასევე არის სხვა პროფილის ექიმების საქმიანობაც არ არის სრულყოფილი ჩვენს გარეშეც. აი მაგალითად ხა ჩვენთან მოდის პაციენტი ანთებითი პროცესით, ჩვენი ამოცანა იმ წუთას თითქოს არის, რომ ეს ანთებითი პროცესი ავალაგოთ და პირისყრუ გამოვაჯამრთელოთ, მაგრამ პაროდონტიტის რთული ფორმების დროს, როდესაც მაგალითად გვაქვს დანაკლისი კბილები, გადანაცვლებული კბილები, ამ შემთხვევაში ხეჭვითი ფუნქცია ხონდა, ანუ დარღვეულია როგორც ფუნქცია, ასევე ესთეტიკა, რომლის გამოსწორება უკვე ჩვენი კომპეტენციის ზონა არ არის და გვჭირდება ჩვენი კოლეგების დახმარება, რომ იქ ორთოპედმა ვთქვათ დანაკლისი კბილები შეავსოს, ქირურგი იმპლანტოლოგმა მოახდინოს ძვლის გადანერგვა იმპლანტის ჩასმა, ორთოდონტმა დააბრუნოს საწყის პოზიციაზე კბილები. ასევე ვართ ჩვენ მათთვის, ხო? ანუ მაგალითად მოვიდა ორთოდონტთან პაციენტი, რომელსაც არაწუხებს ღრძილი, უბრალოდ უნდა კბილების გასწორება არ მოსწონს მისი ვიზუალური მხარე, მაგრამ საბედნიეროდ ჩვენმა ორთოდონტებმა ეს იციან და ყოველთვის დაგეგმარებულად და ესე შეთანხმებულად ხდება ხოლმე მაგ კუთხით პაციენტების მართვა, რომ აუცილებლად უნდა შეფასდეს თითეულ ზონაში ძვლის სისქე, ღრძილის სისქე, მისი ხარისხი, რომ ვიცოდეთ რა ეტაპზე რა საფეხურები ექნება პაციენტს გასავლელი ძალიან მნიშვნელოვანია, როცა წინასწარ ექიმაც იცის და პაციენტიც ინფორმირებულია, მე აღარ ხდება რაღაც მოულოდნელი სიურპრიზები, რომელიც წინასწარ არ იყო გათვლილი, ხო? ყველაზე დიდი სიურპრიზი არის ხოლმე ბრეკეტებით გასწორების შემდგომ, რომ რეცესიები რო ვითარდება და ნუ ეს მერე უკვე ძალიან დიდ დისკომფორტს იწვევს პაციენტებში, რომ კბილები კი გავისწორე, მაგრამ გრძნობელობა მომემატა ვიზუალურად არ მომწონს, ანუ ამისაგან დაცული ვართ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს ყველაფერი წინასწარ
სანახი გვაქვს. ჩვენ ვიცით რა ეტაპზე უნდა ჩაერთოს მაგათად ქირურგ პაროდონტოლოგი და მოახდინოს კონკრეტულ ზონაში ღრძილის გასქელება ან ძვლის შეტანა, ანუ შეუქმნას საძირკველი იმ კბილებს, სადაც ისინი გადაადგილდებიან და დაფიქსირდებიან. ძალიან მნიშვნელოვანია კი ხარისხიანი მკურნალობის გარანტია, ზუსტად სწორი დაგეგმარება, რომელიც სჭირდება მთლიანად რამოდენიმე პროფილის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც პაციენტის ზოგადი ჯანმრთელობა არ გვაძლევს საშუალებას, რომ ყველაფერი სწორად წარიმართოს მის ორგანიზმში. ჩვენი პირისყრო არის სარკე, ზოგადი მდგომარეობა, როგორ მიდის პაციენტის. რა დაავადებით ავადობს? შესაძლებელია ექიმმა პაროდონტოლოგმა აღმოაჩინოს ლეიკემიის რომელიმე ეტაპი, HIV ინფექცია შესაძლებელია აღმოაჩინოს, შაქრიანი დიაბეტი და კიდე სხვა ბევრი დაავადება აღმოგვიჩენია სავარცხელში უბრალოდ მარტივი შემოწმების ან მარტივი წმენდის დროს. როდის ხდება პაროდონტოლოგის და სხვა პროფილის ექიმის ერთად კონსულტაცია? მაგალითად, თუ პაციენტს აწუხებს შაქრიანი დიაბეტი, მის პირისყრუში ექიმი ძალიან ფართოდ და კარგად ხედავს მის მიმდინარე პროცესებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მაინტერესებს ორსულობის მიმდინარეობისას და ამას მერე გკითხავ. ხო, რაც შეეხება პაროდონტისა და ზოგადად ორგანიზმის ურთიერთქმედებას, ჩვენს ორგანიზმში ყველაფერი ერთმანეთთან დაკავშირებულია, ხო? ერთი მეორეზე გავლენას ახდენს და გამონაკლისს არც პაროდონტის ქსოვილები და არც პაროდონტის დაავადებები წარმოადგენენ. არსებობს მთელი რიგი კვლევები, რომელმაც აჩვენა, რომ პაროდონტის დაავადებები შეიძლება გახდეს ისეთი გართულებების გამომწვევი რისკ ფაქტორები, როგორც არის ინფარქტი, ინსულტი, ჰიპერტენზია, არჯერად პაციენტებს, სამწუხაროდ არჯერად პაციენტებს, მაგრამ თუ ხას გაუსმევთ იმ ფაქტს, რომ ეს არის ქრონიკული ანთებითი პროცესი, სისტემური ხასიათის, საიდანაც სისხლში მუდმივად ხდება ბაქტერიები და ანთების მედიატორები. სისხლის მეშვეობით იგი ცირკულირებს მთელს ორგანიზმში, ხო, მიდის თითოეულ ორგანომდე, მიდის თითოეულ სისტემამდე. შესაბამისად, არაფერი წარმოუდგენელი ამაში არ არის, რომ იგი გავლენას ახდენს სხვა ორგანოების ნორმალურ ფუნქციონირებაზე. იგივე შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში, როდესაც არ ხდება პაროდონტიტის მკურნალობა და მართვა და კონტროლირება, ძალიან რთულია ხოლმე ამ შემთხვევაში შაქრის დონის კონტროლიც ორგანიზმში, იმიტომ რომ ორგანიზმი კარგავს ინსულინისადმი მგრძნობელობას და შაქრის დონის კონტროლი ორგანიზმში რთულია. შეიძლება განვითარდეს ართრიტიც, შეიძლება პაციენტს ჰქონდეს ქრონიკული დაღლილობის შეგრძნება. ეს რა გავლენა შეიძლება მოახდინოს პაროდონტიტმა სხვა ორგანოებზე, მაგრამ სხვა ორგანოებმაც და სისტემებმაც შეიძლება მოახდინონ გავლენა პაროდონტის ქსოვილებზე, იმიტომ რომ თითოეული რგოლი, რომელიც ამოვარდება საერთო სისტემიდან, გავლენას ახდენს როგორც იმუნური სისტემის გადაძაბვაზე, ასევე ნერწყვის გამოყოფის პროცესზე, მისი შემადგენლობა იცვლება ბაქტერიისადმი ბრძოლის ნერწყვის შემადგენლობაზე. ამას ვერ აკავშირებენ პირისყრუს და ზოგადი მდგომარეობის მიმდინარეობაზე, ხო? სამწუხაროდ ვერ აკავშირებენ და რაღაც ვთქვათ, დაავადებებზე რომ მithქვამს, რომ ეს ხომ არ გაწუხებს, ან ფარისებრი ხომ არ ანუ რა თქმა უნდა, ეს პირისყრუს დათვალიერების ფონზე, რომ შემპარვია ეჭვი და მიკითხავს, რომ კუჭნაწლავის პრობლემა ხომ არ გაქვთ, ან ფარისებრის პრობლემა ხომ არ გაქვთ, საკმაოდ გაკვირვებულები მიყურებენ ხოლმე, რომ აი ახლა ეგ სად დაინახე, რომ ეგ პრობლემა მაქვს და რეალურად თუ კარგად დააკვირდები პირისყრუში, ძალიან ბევრი რამე ჩანს და საწყის ეტაპზე ჩანს, ასე ვთქვათ. საწყის ეტაპზე, ხო? და ზუსტად ორსულობა, რომელიც ყველაზე დიდ ძვრებს იწვევს ქალის ორგანიზმში, ჰორმონალურს, ემოციურს, ფიზიკურს, ყველანაირს, ორსულობა არის ყველაზე ესეთი კრიტიკული ეტაპი, როდესაც შეიძლება უბრალოდ ნორმალურად ჯანმრთელად მიმდინარეობის დროს პაციენტს საერთოდ არაფერი არ აწუხებდეს ორსულობამდე, მაგრამ პირისყრუს არაჰიგიენის, ანუ
ტოქსიკოზის დროს, ან სხვა პრობლემების შედეგად შეიძლება ჩვენ მივიღოთ ორსულთა გინგივიტი. გავრცელებულია მითი, რომ ორსულობისას სტომატოლოგთან არ უნდა მიხვიდე, თუმცა შეიძლება ჩაიტარო ყველანაირი მომსახურება, ყველანაირი ექიმთან მიხვიდე, მაგრამ სტომატოლოგთან არა. ეს ნამდვილად მცდარი მოსაზრებაა და სამჯერ ჭირდებათ ორსულებს ექიმთან ვიზიტი, დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, თუმცა მაინც ეშინიათ. აი რა შეიძლება ორსულობის დროს მიმდინარე იგნორირებულმა გინგივიტმა თუნდაც გამოიწვიოს ლაქტაციის მყოფ უკვე ეტაპზე დედას უკვე სავალალოდ შეიძლება კონდეს მდგომარეობა, ხო? ეგ კითხვა სამწუხაროდ ჯერ კიდევ ხშირად ისმევა. მეგონა რომ რეალური მიზეზი მაგის. ალბათ ის რომ სათანადო ინფორმაცია არ აქვს მიწოდებული და გინეკოლოგები არ აწვდიან. თუმცა კარგმა გინეკოლოგმა იცის მნიშვნელობა იმისა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია პირისღრუ იყოს სანირებული, მაგრამ ნუ რას კი ბატონ თელ რიგ გართულებებს გინეკოლოგებმა ძალიან კარგია თუ არ იციან აუხსნათ კიდევ თელ რიგ გართულებებს იწვევს ორსულობის პერიოდში პაროდონტის დაავადებების უგუველყოფა ისეთ ცუდ გართულებებს როგორც არის მაგალითად სპონტანური აბორტი, ნაადრევი მშობიარობა, მცირე ზომის ნაყოფი, შეიძლება განვითარდეს პრეეკლამპსია, გესტაციური დიაბეტი, ანუ ეს არც თუ ისე კარგი რამეებია, რომლისაგანაც თავის დაცვა ძალიან მარტივად შეიძლება უბრალოდ სტომატოლოგთან ვიზიტით, უბრალოდ პირისღრუს გაჯანსაღებით, გაჯამრთელებით და სწორი ანუ ამით პაციენტი ზრუნავს არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ საკუთარ ნაყოფზეც, ხო? ანუ მუცლას ყოფნის პერიოდიდან იწყებს მასზე ზრუნვას, ისევე როგორც მნიშვნელოვანია რა საკვებს იღებს, ხო, დედა, ასევე მნიშვნელოვანია მისი პირისღრუს მდგომარეობაც. ლაქტაციის პერიოდშიც, ხო, ჯერ კიდე ისედაც, როდესაც ჰორმონალური ძვრები მიმდინარეობს ქალის ორგანიზმში, იკარგება თქვა დიდი რაოდენობის კალციუმი, ისედაც დეფიციტი აქვს ორგანიზმში და ამ დეფიციტს მერე ძვლიდან იღებს ღეღამის ციკლიც არეული აქვს შესაბამისად ჰიგიენაც არეული აქვს და დაავადების პროგრესირებისათვის ასე ვთქვათ ძალიან ხელსაყრელი პირობები იქმნება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში რომ მოგმართონ თუნდაც არაფერი არ აწუხებდეთ. უბრალოდ რომ დავათვალიეროთ პირისღრუ მივცეთ სწორი ინსტრუქტაჟი, ანუ საწყის ეტაპზე ადრეც ვთქვი და კიდე მინდა ამას ხაზი გაუსვა, რომ შეიძლება სიმპტომატიკა ესე მკვეთრად გამოხატული არ იყოს. მკვეთრად გამოხატული სიმპტომატიკა უკვე ნიშნავს შედარებით რთულ მდგომარეობას, ხო? ნუ მივიყვანთ ამ რთულ მდგომარეობამდე საქმეს საწყის ეტაპზე, სულ რაღაცა ნახევარსაათიანი პროცედურა არის, ხო? ეს პროფილაქტიკურ ვიზიტებზე მოსვლა, პირისღრუს დათვალიერება და ინფორმაციის მიღება და მე ვფიქრობ ეს ნახევარი საათი იმად ღირს რომ გამოყოროს სამომავლოდ საკუთარი ჯანმრთელობა შეინარჩუნო და შენი პატარას ჯანმრთელობაც. მაგარია. როდესაც იცის ორსულმა როგორ მართოს მისი ჯანმრთელობა სტომატოლოგიური თვალსაზრისით. ძალიან ხშირად გვიწევს ყოველდღიურად საუბარი პაციენტებთან სიგარეტს ხომ არ ეწევით? რამდენ ღერს ეწევით? თქვენ რაში გაინტერესებთ, რამდენ ღერს ვეწევი? და სწორედ მანდ არის ყველაზე მთავარი, რომ ძალიან გვაინტერესებს მართლა, იმიტომ რომ თითოეული მოწეული ღერი ორგანიზმში რჩება გარკვეული საათების რაოდენობა და ეს ყველა პაციენტმა იცის, რომ სიგარეტი არის მავნე და საზიანო მისი ჯანმრთელობისთვის, თუმცა ჩვენ ყველაზე მეტად განვიცდით, ალბათ კარდიოლოგების შემდეგ, ალბათ შემიძლია ვთქვა, იმიტომ რომ პაციენტები, რომლებიც თამბაქოს მოიხმარენ, ჩვენთვის ძალიან კრიტიკულ ნიშნულში გადადიან, ავტომატურად ხვდებიან ეს პაციენტები რთულ кейსებში, ხო? ეს ესეთი ყველაზე დიდი პრობლემა არის, მე მგონი დღესდღეობით 21 საუკუნეში, ხო? 21 საუკუნეში და ჩვენი შედეგების კარგი კუთხით წარმართვისათვის ძალიან ხელშემშლელი ფაქტორია, იმიტომ რომ არსებობს კვლევები იმასთან დაკავშირებით, რომ თუ პაციენტი 10 ღერზე მეტ სიგარეტს ეწევა, სულ რომ არ ჰქონდეს მას არანაირი სიმპტომატიკა დღეს, ავტომატურად ხდება პაროდონტის მძიმე დაავადებების მქონე პაციენტების რისკ ჯგუფში. ანუ დღეს თუ არა ხვალ მოხდება იქ. ხოლო თუ ამას დაერთო გენეტიკური წინასწარ განწყობა,
თუ ამას დაერთო გენეტიკური წინასწარი განწყობა, კიდევ უფრო მალე აღმოჩნდება ამ მძიმე დაავადებების რისკ ჯგუფში, ვინაიდან ზოგადად გენეტიკური განწყობა ეს არ არის განაჩენი, უბრალოდ ეს არის ხელშემწყობი ფაქტორი და როგორც მას არ უნდა შეუქმნა შესაბამისი პირობები, რომ იგი გაღვივდეს და განვითარდეს, ასევე არის ნიკოტინის მოხმარებაც, ხო, ისიც ეხმარება პაროდონტის რთული ფორმების განვითარებას, ანუ ტყუილად ვუქმნით პრობლემას საკუთარ თავს, ასე რომ ვთქვათ, მარტივად რომ ვთქვათ, ნიკოტინი იწვევს ასევე სისხლძარღვების შევიწროვებას და ხშირ შემთხვევაში პროცესი მიმდინარეობს სისხლდენის გარეშე. ანუ ეს პაციენტებს უხარიათ და ძალიან გულმოდგინედ გეუბნებიან, რომ სისხლდენა არ მაქვს. როდესაც ვეუბნებით, რომ სისხლდენა იმიტომ არ გაქვს, რომ თამბაქოს მოიხმარ, ძალიან არ უნდათ ხოლმე ამ ინფორმაციის მიღება, ხო? არ უნდათ ამ ინფორმაციის მიღება, იმიტომ რომ ეს მისთვის საყვარელი პროცედურა, ასე ვთქვათ, რიტუალია, ხო, ანუ ბევრს უთქვამს, რომ მე ამის გარეშე ჩემი ცხოვრება ვერ წარმომიდგენენ, ამ დროს მე ვიწყებ უკვე მეორე მხრიდან, რომ იქნებ რაოდენობაში მაინც შევამციროთ, რომ რაღაცა ის კრიტიკური მაჩვენებელი არ აქვს გქონდეს და ორგანიზმს მიეცეს იმის საშუალება, რომ ებრძოლოს ბაქტერიას, წავიდეს ნორმალურად შეხორცებითი სისხლის მიმოქცევა, შეხორცებითი პროცესები, ძვლის წარმოქმნის პროცესებიც, ანუ ძალიან რთულია დადო შედეგი, როდესაც მუდმივად გებრძვის რაღაცა, ასე ვთქვათ. და ეს რაღაც არის ძალიან დიდი. ისევე როგორც პაციენტი, რომელსაც ესაჭიროება პირისყრუში იმპლანტების მოთავსება, ჩვენ ძალიან დიდ დროს ვხარჯავთ და ძალიან სწორს ვაკეთებთ, რომ დიდ დროს უთმობთ ამ ყველაფერს, რომ პაციენტს გავაცნობიერებინოთ, რომ მხოლოდ იმპლანტის ჩასმა არ არის მთავარი, მას ჭირდება იმაზე მეტი მოვლა, ვიდრე თქვენ უვლიდით საკუთარ კბილს და თან თუ ამას დაემატება თამბაქოს მოხმარება, კიდევ უფრო არასასურველი შედეგები შეიძლება მივიღოთ, ხო? ხოთე შორის რაოდენ გასაკვირადაც არ უნდა ჟღერდეს, კაცები უფრო მარტივად მოდიან ხოლმე მაგდათმობაზე. უფრო მეტად იჯერებენ ვიდრე ქალები. ანუ მე ძალიან ბევრი პაციენტი კაცი მყავს, რომელმაც ან დაანება თავი მოწევას, ან შეამცირა. ქალებთან ცოტა რთულად დგას, ხო, ქალებთან უფრო რთულად დგას საქმე, არ უნდა არეთმობათ. ხო, ყავას რიტუალია, ჩემთვის პირადად ყავის მირთმევა. ნუ ესე რომ ვთქვათ, რომ ყავა პირდაპირი გამომწვევი და ამაზიანებელი ფაქტორი არ არის, მაგრამ ხელშემწყობი ფაქტორია, იმიტომ რომ წარმოიქმნება დიახ, წარმოიქმნება ნადები, პიგმენტური ნადები, რომელზეც მერე სხვა ბაქტერიებიც ძალიან მარტივად ფიქსირდებიან, გარდა ამისა, მჟავიანობა იმატებს პირისყრუში და თუ ამ ყავის მირთმევას, ესე იგი ძალიან ისეთი გახანგრძლივებული სახი აქვს, თუ მოყვა მით უმეტეს შაქართან კომბინაციაში კიდევ უფრო რთულ შედეგებამდე გავყავართ, კიდევ უფრო მეტად იმატებს მჟავიანობა ჩვენს პირისყრუში, რასაც შემდგომ მერე მოყვება, თქვათ ისეთი გართულები, როგორც მაგალითად მინაქრის დემინერალიზაცია არის, შეიძლება კარიესი განვითარდეს. ყავაზე უარს თუ ვერ ვიტყვით, შეგვიძლია გამოსავალი ვიპოვოთ იმ სახით, რომ საათობრივად არ ვსვათ. მივირთვათ, თქვათ რაღაცა რამოდენიმე წუთის განმავლობაში და ყავის მირთმევიდან მერე უბრალოდ წყალი გამოვივლოთ, რომ გავანეიტრალოთ მისი მჟავა მოქმედებადი. მე მგონია, რომ მაინც ყავაზე ცუდი პიარია, იმიტომ რომ პაციენტი თუ არასანირებული პირისყრუთი მოგმართავს, ყოველთვის უსავს ხაზს, რომ სამჭიქა ყავას მიირთმევს დღეში. და მაინც მგონია, რომ სანაციას და პროფილაქტიკას უფრო დიდი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს პაციენტმა, ვიდრე ყავის რაოდენობას. რა თქმა უნდა, როგორც ახსენე, 6 და 7 ჭიქა ყავა არც ორგანიზმისთვის არ არის კარგი და არც ჩვენი კბილებისთვის და ნადებისთვის, თუმცა მე ყავას არ მივანიჭებდი ესეთ დიდ მნიშვნელობას დაავადების მართვისას, იმიტომ რომ დაავადების მართვისას არა, რა თქმა უნდა, უბრალოდ რახან ეს კითხვა ხშირად არის ხოლმე, რომ ყავა რომ მიზიანებს თუ არა კბილებს და რაიმე მავნე გავლენა თუ აქვს, ზოგადად ყველაფერს, რაც არ უნდა ჯამრთელი და კარგი და სასარგებლო იყოს, არასწორად გამოყენების შემთხვევაში და არასწორი რაოდენობით გამოყენების შემთხვევაში აქვს უკვე მერე მავნე მოქმედება. გამონაკლისი არც ყავა არ არის. ისევე როგორც ზედმეტ გახეხვას აქვს დიდი მნიშვნელობა, რას მივირთმევთ, როგორი საკვებია ჩვენი ყოველდღიური რაციონში.
სივრცეში, ნახშირწყლოვანი საკვებია თუ მულტივიტამინებით მდიდარ საკვებს ვიღებთ თუ არა საერთოდ ცილას, რძის პროდუქტებიდან კალციუმს, თუმცა დღევანდელ დღეს ეს ფასტფუდების განვითარებამ კიდევ უფრო გაართულა პირისყრუს ზოგადი მდგომარეობები, იმიტომ რომ ჩვენ ზუსტად ხედავთ, რომ პაციენტები დიდხანს არ ღეჭავენ საკვების ულუფას და როდესაც საკვების ულუფა დიდხანს არ იღეჭება, შესაბამისად ნაკლებ დამუშავებული საკვები გადადის, ხო, ჩვენ საჭმლის-მომნელებელი ტრაქტში და ამან კიდე შეიძლება დამატებითი გართულება გამოიწვიოს პირისყრუს კი არა, უკვე კუჭ-ნაწლავის დაავადების თვალსაზრისით. ერთმანეთთან ძალიან მჭიდრო კავშირია, ამას მხოლოდ ექიმები ვხედავთ, მაგრამ პაციენტებსაც თუ კარგად აუხსნით, ისინიც უკვე ხედავენ ამ დაავადებების სწორ მართვას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც უკვე გინგივიტით მოგმართავს პაციენტი და გავაცნობიერებთ, რომ გინგივიტი არის შექცევადი პროცესი და მას სავალალო კვალი შეიძლება არ დარჩეს პაციენტის პირისყრუში და სწორედაც ესია, თუმცა პაროდონტიტის მიმდინარეობა ძალიან სიფრთხილით უნდა მართოს ექიმმა პაროდონტოლოგმა. პაციენტებს ძირითადად როგორც აღნიშნეთ, არ აწუხებთ სიმპტომები და ჩვენთან მოდიან შესაძლებელია უბრალოდ ორთოპედიდან გადმომისამართებული პაციენტი აღმოჩნდეს, რომელიც პაროდონტიტის მძიმე ფორმით ავადობს. ამ დროს პაციენტს სუნისის ხდენა შეიძლება არ აწუხებდეს, მაგრამ ექიმი პაროდონტოლოგი ამ ყველაფერს ვხედავთ, ხო? ვხედავთ პაროდონტოლოგები, თუმცა რა დანიშნულება უნდა მისცეს ექიმმა პაროდონტოლოგმა გინგივიტს და პაროდონტიტს, ეს მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ გითხრათ. რა არის ის, რაც გარდა საშუალებებისა, კიდევ ერთხელ რო კარგად გავიაროთ? გავუსვათ კიდე ერთხელ ამ საკითხსაც ხაზი, იმიტომ რომ რაც შეეხება პირისყრუს მოვლის საშუალებებს და ჯაგრისებს და კბილთაშორის ჯაგრისებს, ეს უნდა კონდეს ყველა ადამიანს. ჯამრთელი პირისყრუა, გინგივიტი აქვს თუ პაროდონტიტი აქვს, ეს ყველა ადამიანს უნდა კონდეს. განსხვავება არის იმაში, რომ ვიზიტებს შორის შუალედიც, როგორი შუალედით უნდა მოგმართოს, მაგალითად, ჯამრთელი პირისყრუს მქონე პაციენტმა გინგივიტის, ანუ გინგივიტი რომ იმკურნალა, ვთქვათ, ეგეთმა პაციენტმა დისპანსერის რამდენ ხანში უნდა მოხდეს და პაროდონტიტიან პაციენტების შემთხვევაში რამდენ ხანში ერთხელ უნდა მოხდეს. პაროდონტიტიან პაციენტებში ჩვენ საწყის ეტაპზე ყველა 3 თვეში ერთხელ ვიპარებთ პაციენტს, რომ შევაფასოთ მიღებული შედეგი რამდენად სტაბილურ მდგომარეობაშია, რამდენად ასრულებს ყველა იმ რეკომენდაციას, რაც აქვს მიცემული, ხომ არ არის საჭირო რომელიმე საშუალების შეცვლა ან დამატებითი საშუალებების გამოყენება. ყოველივე ამის შეფასება გვაძლევს იმის საშუალებას, რომ რემისია ხანგრძლივად შევინარჩუნოთ და არ გვქონდეს შემდგომი გამწვავებები და შემდგომი ქსოვილების დანაკარგები. და თუ დანაკარგი მივიღეთ რეცესიის სახით, ან კბილების მორყევა უკვე პაციენტს აწუხებს. ეს ხო ძალიან მნიშვნელოვან დისკომფორტს უქმნის ესთეტიკასაც, ფუნქციასაც. განსაკუთრებით რეცესიის მკურნალობა მაინტერესებს, რა ეტაპები უნდა გაიაროს პაციენტმა და როგორ ხდება რეცესიის დახურვა? რეცესიის მკურნალობამდე ჯერ განვიხილოთ, რამ შეიძლება გამოიწვიოს რეცესია, ხო, იმიტომ რომ რეცესია ყოველთვის თქვათ პაროდონტიტის გართულება არ არის, ხო? იგი შეიძლება ტრამვული ხასიათისაც იყოს და ეს ტრამვა მომდინარეობდეს არასწორი გამოხეხვით, პირისყრუში არსებული პირსინგებით, ფლოსის არასწორი გამოყენებით. პაციენტებს პირსინგებს ვადებთ, რომ აი მან დაგიხსიანა. ეს ერთი თვეა გავიკეთე და ვერ მოვიხსნი, ან ბევრს უთქვამს ეს, მაგრამ სხვათა შორის რომ უხსნი, რომ რა გართულება შეიძლება გამოიწვიოს ამან და რა შეიძლება დაჭირდეს მე იმისათვის, რომ აღდგეს ნორმალური ფუნქცია, ხო? ვიღაცებს გაუთვალისწინებია, ვიღაცებმა მაინც არ დათმო თავისი პოზიცია. რაც შეეხება მკურნალობას, ანუ განსაზღვრელი მთავარი არის ჯერ გამომწვევი ფაქტორის მოშორება, ხო? ჩვენ რეცესიის დახურვის დროს ვქმნით ახალ ღრძილს, რომლის აღებაც ხდება სხვა ზონიდან, გადმოინერგება რეცესიის ზონაში. ნუ ის კომფორტულად კარგად გრძნობს თავს და არც ვიზუალურად
ვიზუალურად არაფერი პრობლემა არ არის, თუმცა ეშინიათ ამ პროცედურის რო ეუბნები რომ სასიდან უნდა მოხდეს ნაფლეთის აღება, ეს თლად სასიამოვნოდ არ აღღერს, რა თქმა უნდა, თუმცა არც ისე ძალიან რთული პროცედურა, ხა ვისაც ჩაუტარებია, მე უთქვამს რომ მოლოდინი უფრო ცუდის მქონდა, რომ მეტი ტკივილი მექნებოდა, რეაბილიტაცია უფრო მეტად გამიჭირდებოდა და უფრო მარტივად ჩაიარა ყველაფერმა, ვიდრე მე მეგონა. პირის ღოში ზოგადად შეხორცებითი პროცესები ძალიან სწრაფად და კარგად მიმდინარეობს. ეს კარგიც არის და ცუდიც არის, ხო? ხან როდესაც აგრესიული ან კანცეროგენული პრობლემები აქვს პაციენტს უკვე სწრაფი პროგრესირების უნარი ახასიათებთ. და ეგ ნამდვილად კარგი მაგ შემთხვევაში არ არის, მაგრამ როდესაც რეგენერაციას ეხება საქმე, ამ შემთხვევაში ჩვენთვის უკვე დადებითად მოქმედებს ეს ფაქტორი, რომ რეგენერაციის უნარი მაღალია. და როდესაც ვსაუბრობთ, რომ რეცესიის დახურვის შემდეგ უკვე იქ პაციენტს ჯანმრთელი ხძილი აქვს, მას უკვე სხვა შესაძლებლობები მისცა ქირურგიული პაროდონტოლოგიის განვითარებამ, ხო? ფაქტიურად ამოსაღები კბილები შეიძლება შეინარჩუნოს. რეცესიის დროს შიშვლდება კბილის ის ნაწილი, რომელიც მიჩვეულია, რომ მუდმივად დაცულ მდგომარეობაში იმყოფება ძვლის და ღრძილის დახმარებით, ხო? ყველაზე მარტივი იგი არ არის მიჩვეული მგარი აგენტების ზემოქმედებას, ხო? ამიტომ ძალიან ხშირი არის ხოლმე ფესვის კარიესები ან არაკარიესული დაზიანებები, მგრძნობელობა მომატებული არის, რაც უფრო გამოხატულია რეცესია, მორყევის ხარისხიც უფრო მაღალია, არც თუ ისე სასიამოვნო პროცესია, ასე ვთქვათ. მორყეული კბილები ვახსენეთ და შესაბამისად მორყევის იმობილიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია. გვიწევს ყოველდღიურად ამ პროცედურას მივმართოთ, რომ შინირება მოვახდინოთ. ეს ერთ-ერთი კარგი ეტაპია, რომ მოხდეს კბილების იმობილიზაცია, ხო, ნამდვილად. დიახ, კარგი და საჭირო, იმიტომ რომ როდესაც კბილს ეცლება მისი საყრდენი სისტემა ძვლის და ღრძილის სახით, ის მუდმივად მოძრაობს. ეს მოძრაობა კიდევ ახალ პრობლემას საქმის ძვლისათვის და ღრძილისათვის, კბილის ფუნქციური გადატვირთვაც მიმდინარეობს, ესთეტიურადაც არ არის ლამაზი და პაციენტისთვისაც ძალიან დიდი დისკომფორტია, როდესაც ელემენტარული მოკვეჩისა და ღეჭვის პროცესის განხორციელება ნორმალურად არ შეუძლია. შინირება ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ სპეციალური ლენტების საშუალებით ეს მორყეული კბილები დაფიქსირდეს ნაკლებად მორყეულ და მყარ პოზიციაში მქონე კბილებზე და შესაბამისად ღეჭვითი დატვირთვა მერე თანაბრად ნაწერდება ყველა კბილზე, ესთეტიური პრობლემაც ეხსნება პაციენტს და გარკვეულწილად ფუნქციური დისკომფორტიც ეხსნება. თუმცა საბოლოო გამყარებისათვის მხოლოდ შინირება არ არის საკმარისი. საბოლოო გამყარებისათვის მნიშვნელოვანი არის ასევე ქირურგიულ პაროდონტოლოგიას მივმართოთ, მოხდეს ძვლის გადანერგვა თუ ამის შესაბამისი პირობები არსებობს, იმიტომ რომ მანდაც გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ძვალიც და ღრძილიც, რომ მოხდეს თუნდაც ან ძვლის გადანერგვა, ან ღრძილის გადანერგვა. ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია ისევ და ისევ. ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომართვიანობა არის ღრძილოვანი ღიმილის დროს, როდესაც პაციენტი იყიმის და მას კბილზე მეტად საკუთარი ღრძილი უჩანს. ხარისხიანი ორთოპედიული კონსტრუქციების დამზადების დროს გვჭირდება ღიმილის კორექცია, ან როდესაც ბრეკეტებით მკურნალობას დავასრულებთ, მაგ შემთხვევაშიც არის საჭიროება ქირურგიული გზით მივმართოთ ამ ყველაფერს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? კი ბატონო, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის ეგეც. აქვე გავშალოთ ცოტა ეს საკითხი და ვთქვათ, რომ ღრძილოვანი ღიმილი შეიძლება სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული და ჩვენ სანამ მკურნალობას დავგეგმავთ, ზუსტად უნდა ვიცოდეთ რა არის ამ ღრძილოვანი ღიმილის გამომწვევი. რაც შეეხება თვითონ ღრძილოვანი ღიმილის განმარტებას, ეს არის ის, რომ ღიმილის ესთეტიკაში არსებობს სხვადასხვა პარამეტრები, ხო? ერთ-ერთი პარამეტრი არის ის, თუ რა დოზის
რაპოზით უნდა ჩანდეს ღრძილი ღიმილის დროს. თუ მისი ვიზუალიზაცია 3 მმ-ზე მეტია, ასეთ ღიმილს უკვე ღრძილოვან ღიმილს უწოდებენ. მისი გამოწვევა, როგორც ვთქვი, შეიძლება იყოს რამოდენიმე ფაქტორი. ერთი, რომ იგი შეიძლება იყოს გამოწვეული ზედატუჩის ჰიპერმობილობით, ასევე შეიძლება იყოს გამოწვეული ზედაყბის ჭარბი ვერტიკალური ზრდით. დიახ, ან შეიძლება გამოწვეული იყოს კბილების დაგვიანებული ამოჭრით, ან ღრძილის ჭარბის ზრდით. იმისათვის, რომ ჩვენ დავგეგმოთ მკურნალობა, ზუსტად უნდა ვიცოდეთ ამ ღრძილოვან ღიმილს რა იწვევს, იმიტომ რომ ჰიპერმობილობის შემთხვევაში ან ტუჩის პლასტიკას უნდა მივმართოთ, ან ბოტოქსს ვაკეთებთ. ზედაყბის ვერტიკალური ჭარბის ზრდის შემთხვევაში უკვე ორთოგნათიური ქირურგია არის საჭირო, ხოლო რაც შეეხება დაგვიანებულ ამოჭრას და ღრძილის ჭარბის ზრდას, ეს უკვე ექიმ-პაროდონტოლოგის პრეროგატივა არის, რომ დააკორექტიროს, განსაზღვროს ზუსტად. ხოლო ღრძილის კორექცია არის საჭირო, თუ ღრძილთან ერთად ძვალიც უნდა დაკორექტირდეს. ანუ ამის ყველაფრის დაგეგმარება ხდება კატეს საფუძველზე. ექიმი ნახულობს, სად არის მინანქარ დუღაბის საზღვარის, რა მდგომარეობაში არის ძვალი, საჭიროებს თუ არა ძვლის კორექციასაც, თუ მხოლოდ ღრძილის კორექციით შემოვიფარგლებით. ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, სწორი დიაგნოსტირება ისევ გვაძლევს სწორ შედეგებს და დიდხანს ხდება პაციენტი ვიზუალური დისკომფორტის გარეშე და ძალიან კმაყოფილები რჩებიან ხოლმე მე განსაკუთრებით როდესაც ბრეკეტებს მოიხსნიან ან გვირგვინებს იმზადებენ ყველაზე მეტად მაგ დროს უხარიათ თავისი ესთეტიკური ფაქტორი ყოველთვის უფრო დიდ ემოციებს იწვევს პაციენტში, მოლოდინის უფრო მეტი აქვთ ხოლმე, რომ მაქსიმალურად კარგი შედეგი უნდათ და ჩვენთვისაც ძალიან სასიხარულოა ხოლმე, როდესაც პაციენტი ძალიან კმაყოფილია თავისი ღიმილით, ბედნიერია. ჩვენი თავარი მისიაც ზუსტად ეს არის, რომ პაციენტს ჰქონდეს ბედნიერი, თამამი და ჯანმრთელი ღიმილი. ძალიან კარგი. თუმცა ყოველდღიურობაში პაციენტებს უწევთ რაღაც მედიკამენტების მიღება. სხვა ზოგადი დაავადებების გამო ჩვენ უკვე შევეხეთ, კარგად გავშალეთ, მაგრამ მნიშვნელოვანია სხიური თერაპია, ონკოლოგიური პაციენტების მართვა, ეპილეფსიის შემთხვევებში, კალციუმის არხების ბლოკატორების გამოყენებაზე. ამას ექიმი-პაროდონტოლოგი ძალიან დიდ ყურადღებას უნდა აქცევდეს და აქცევს კიდევაც. ჩვენს ყოველდღიურ პრაქტიკაში შეიძლება ხელი შეგვიშალოს ამ დაავადებებმა, თუმცა თუ სწორად იცის ექიმმა მისი მართვა, შესაძლებელია, ხო? შედეგიც კეთილს აიმედოა, რა თქმა უნდა. როგორც უკვე აღნიშნეთ, არსებობს გარკვეული ჯგუფის პრეპარატები, რომლებიც გავლენას ახდენენ პიროსხვის მდგომარეობაზე, ეს არის კალციუმის არხის ბლოკატორები, ანტიკონვულსანტები, იმუნოსუპრესორები, რომლებიც იწვევენ ჭარბ ზრდას, ღრძილის ჭარბ ზრდას. ამ დროს ღრძილის ზომაში მომატებულია, თუ ანთებითი პროცესი არ ახლავს ვარდისფერი შეფერილობისა და არაერთგვაროვანი სტრუქტურა აქვს, ანუ ანთებითი პროცესი შეიძლება არც ფიქსირდებოდეს, მაგრამ ვიზუალურად უქმნის პაციენტს დისკომფორტს, იმიტომ რომ უფრო მეტი რაოდენობის ღრძილია, ხანდახან კბილი არც კი ჩანს, იმდენად დიდია ხოლმე ეს ჭარბი ზრდა. ძირითადად ახალგაზრდა ასაკის პაციენტებში აქვს ხოლმე გამოვლინება, უფრო ფრონტალური კბილების, ანუ წინა კბილების მიდამოში ფიქსირდება, თუმცა შეიძლება მთელს პირისყრუში გავრცელდეს ეს შემთხვევები, როდესაც მთლიანი პირისყრუ მოთულია და ლექციებზეც გვინახავს, როგორ ჭრიან და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ ეგონოთ, რომ ესე უნდა დარჩეს. ხანდახან ვერც აკავშირებენ ამ პრეპარატებს პაციენტები, იმიტომ რომ აი ეს ჭარბი ზრდის გამოვლინება პრეპარატის მიღებიდან 3 თვის შემდგომ იჩენს მომენტალურად არ ხდება და შესაბამისად ვერც უკავშირებს პაციენტი ამას, რომ ეს პრეპარატი შეიძლება იყოს ამის გამომწვევი მიზეზი. თუმცა როცა ექიმი ჩახედავს და ანამნეზსრულ ფასოვნად შეაგროვებს, ეცოდინება ყველა დეტალი, რა ძირითადი დაავადება აქვს პაციენტს, რა თანხლები დაავადება აქვს, რა პრეპარატებს მიიღებს და
და იცის ამ პრეპარატების უკუჩვენება პირის ღრუსთვის, მისთვის უკვე ნათელი სურათია, რომ რამ გამოიწვია აღნიშნული ცვლილება პირის ღრუში. ხშირად შეიძლება ანთებითი პროცესი არც ახლდეს ამ ჭარბზრდას. მეცნიერებმა ისიც აღმოაჩინეს, რომ რაც უფრო მაღალ საფეხურზე არის ინდივიდუალური ჰიგიენის შესრულების ხარისხი, მით უფრო ნაკლებია იმისი ალბათობა, რომ რძილის ჭარბის ზრდა განვითარდეს აღნიშნული პრეპარატების მიღების ანუ რა მიმართულებითაც არ უნდა წავიდეთ, რა საკითხზეც არ უნდა ვისაუბროთ, საბოლოოდ მაინც ბრუნდებით იმაზე, რომ ინდივიდუალურ ჰიგიენას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ინდივიდუალურ ჰიგიენის საჭიროება, სწორი მართვა და სახლის პირობებში სწორი დანიშნულების მიღება, სწორად ტექნიკა, ხესვის ტექნიკა, რომელსაც ექიმი პაროდონტოლოგია ასწავლის და ყველაზე ხშირი ერთი კიდევ მინდა ვიკითხო, ყველაზე ხშირად, როდესაც მოგმართავენ სკოლამდელი ასაკის ბავშვების მშობლები, რომ რცხვენია ბაღში სიარული, შავი ნადები აქვს და მეც პრობლემას მიქმნის, შეიძლება დედამაც გითხრას ან სხვა პაციენტმა ზრდასრულმა, რომ პრობლემას უქმნით პრისლის ნადები, შავი ნადები, რომელიც ნამდვილად არაესთეტიურად გამოიყურება, შეიძლება ქვები ისე ვერ შეამჩნიოს პაციენტმა, როგორც პრისლის ნადები, ხო? პრისლის ნადებიც ესე 6 თვეში ერთხელ მკურნალობას და ვიზიტს საჭიროებს. ხო, როგორც უკვე აღნიშნეთ, პრისლის ნადები ძირითადად მცირეწლოვან ბავშვებში ფიქსირდება, თუმცა შეიძლება მოზრდილებში და ზრდასრული ასაკის მქონე ადამიანებშიც გამოვლინდეს. მისი გამომწვევი არის ანაერობული ბაქტერია, რომელსაც ახასიათებს პიგმენტაციის უნარი. იგი უკავშირდება პირის ღრუში, ნერწყვში არსებულ რკინას და წარმოიქმნება ეგრეთ წოდებული რკინის დეპოები, რომელსაც ესეთი წერტილოვანი ხასიათი ან ლაქის სახის გამოვლინება აქვს და ძირითადად ყელის მიდამოში მიყვება ხოლმე. ხშირ შემთხვევაში აღნიშნული ნადების ქვეშ შეიძლება კარიესი არც კი იყოს, იმიტომ რომ ცდებმა აჩვენა, რომ ბავშვების ორი ჯგუფის შესწავლა მოხდა. ერთ ჯგუფში იყვნენ ბავშვები, ვისაც ჰქონდა პრისლის ნადები, მეორე ჯგუფში, ვისაც არ ჰქონდა პრისლის ნადები და მოხდა მათი ნერწყვის შემადგენლობის შესწავლა და აღმოჩნდა, რომ პრისლის ნადების მქონე პაციენტების ნერწყვში გაცილებით მაღალი იყო კალციუმის და არაორგანული ფოსფორის შემცველობა, ვიდრე იმ პაციენტებში, ვისაც ეს ნადები არ ჰქონდა. ანუ როგორც ასეთი საფრთხეს არ წარმოადგენს პირის ღრუში, თუმცა ვიზუალურად არც თუ ისე სასიამოვნო დასანახია და ძალიან თვალსაჩინოა და უფრო ემოციურ დისკომფორტს უქმნის პაციენტს და სოციალიზაციას უშლის ხას, თავდაჯერებულობას უკარგავს პაციენტებს. ძალიან მარტივი მოსაშორებელია. რომ ბაღში აღარ მივალ დამცინეს, ხო? იძახიან ხოლმე და როცა ჩაიტარებენ პროცედურას, მერე ბევრს დაურეკავს თუნდაც მაგ ინფორმაციის გასაზიარებლად, რომ მე დღეს ბაღში რომ მივედი, ყველა მითხრა რა ლამაზი კბილები გაქვს, ანუ ეს ძალიან ცეთი ამაღელვებელი მომენტი არის ხოლმე. შეყარებული დამშორდაო, ერთმა მითხრა. იმიტომ რომ შავი კბილი მქონდაო. ნამდვილად ემოციურია. ზრდასრულებშიც, ბავშვებშიც პირის ღრუთ ჩვენი ღიმილის გარანტია, თავარი პირველი კონტაქტი ჩვენი ღიმილით ხდება. ჩვენზე ნამდვილად ბევრია დამოკიდებული, ისევე როგორც სხვა პროფილის სტომატოლოგებზე. ყველას ძალიან მნიშვნელოვანი როლი გვაქვს ათითაოთ ჯანმრთელი პაციენტის როგორც მიღებაში, ასევე მის შენარჩუნებაში სიცოცხლის ბოლომდე. ჩვენი მთავარი მიზანია არა მხოლოდ დაზიანებული კბილის მკურნალობა, ყველაზე მნიშვნელოვანია კბილს შეუნარჩუნოთ დიდი ხნით სიცოცხლის უნარიანობა. იყოს ახლა დავამთავრებ, მივხედავ ჩემთ საქმეებს და მერე გავიკეთებ კბილებს, ეს ძალიან ბევრჯერ გვესმის, ხშირად გვესმის პაციენტებისგან და ჩვენ ზუსტად მაგ დროს უხსნით პაციენტს, რომ ზუსტად ახლა უნდა მიხედო შენ კბილებს, თორემ იმპლანტების ჩასმა ყველაზე არაკეთილსაიმედო გამოსავალი შეიძლება აღმოჩნდეს, მიუხედავად იმისა, რომ დღეს იმპლანტოლოგია ძალიან კარგად არის განვითარებული, საკუთარ კბილს არაფერი არ ჯობია. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ შეუნარჩუნოთ პაციენტებს თითეული კბილი და მას გაუხანგრძლივოთ სიცოცხლის უნარიანობა. სწორედ ამის შემდეგ, როდესაც
ერთ კვირს გადავარჩენთ, მაშინ ხვდები, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი დარგი, ჩვენი პროფესია და მაშინ აქვს აზრი სწორედ ამ ჩვენ სწავლასაც, განათლებასაც და ბევრ აგიტაციას, რომელსაც პაციენტებს ფაქტიურად ისე გამოდის, რომ ძალიან დიდ დროს უთმობთ და შედეგებსაც კარგს ვიღებთ, ხო? ისევ ვასრულებ საუბარს ძალიან დიდი მადლობით. დღეს ძალიან საინტერესო თემებს შევეხეთ. ბევრი კარგი კითხვა დავსვით და პასუხებით შესაბამისად მივიღეთ. მე ვფიქრობ, ჩვენ პაციენტებს გამოადგებათ ჩვენი რჩევები, მომავალ კოლეგებსაც გამოადგებათ ჩვენი რჩევები და ხშირად, როდესაც ჩვენი პოდკასტის მაყურებლები ხვდებიან საზოგადოებაში ან კლინიკაში უყურებენ ჩვენ პოდკასტებს, ყოველთვის ამბობენ, რომ ძალიან ბევრი რამე გავიგეთ თქვენი პოდკასტიდან და თუნდაც ამ ჩვენ პოდკასტების მნიშვნელობას ძალიან ყურადღებით ვექცევით, ანუ რა თემაზე უნდა განვიხილოთ შემდეგი პოდკასტი, ძალიან მნიშვნელოვანია. პაციენტებმა უნდა იცოდნენ, რომ არ არსებობს გამოვალი სიტუაცია სტომატოლოგიაში დღესდღეობით ფაქტიურად. შეიძლება პაროდონტოლოგმა არაკეთილსაიმედოდ ყოფი კბილები ამოიღოს, თუმცა ამით დაიცვას პაციენტის სხვა შემდგომი გართულებებისგან. ამიტომ ენდეთ თქვენ პროფესიონალს, ენდეთ თქვენს სტომატოლოგს, რომელიც დამერწმუნეთ თქვენზე მეტად არის მონდომებული, რომ კარგი შედეგი დადოს და ეს ყველაზე მთავარი იქნება, რომ თქვენ მასთან ერთად ითანამშრომლოთ. იმიტომ რომ ბევრჯერ ვახსენეთ, ჩვენ რომ მხოლოდ ექიმი, პაროდონტოლოგი ან ნებისმიერი სხვა დარგის თერაპევტი ან ქირურგი ვერ დადებს შედეგს, თუ პაციენტმა მას მერე რეკომენდაციების შესრულება ბაზე უარი უთხრა, ხო? დღევანდელი ჩვენი პოდკასტი ამით დასრულდა. მე მადლობას გიხდით ყურადღებისთვის და თქვენი ჩართულობისთვის და იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ სხვა პოდკასტები, გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. მე ამით გემშვიდობებით მომავალ პოდკასტამდე, რომელიც იქნება კიდევ უფრო საინტერესო და საინტერესო სტუმარი გვეყოლება. მადლობა ყურადღებისთვის.